სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფის განვითარებაში ჰოლანდიური საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ცნობილია, ქართული მხარე ფლობს წილის 51%, ხოლო ჰოლანდიური მხარე 49%-ს. ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის იქნება მიმართული კონკრეტულად რა მიმართულებებით, ამას ჩვენი სტუმარი გვეტყვის ბატონი ალექსანდრე ჩოჩია, IC ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვერდება პირდაპირ ეთერში. ალექსანდრე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რა ძირითადი მიმართულებების განვითარება იეგმება უკვე ახალი კონცეფციის მიხედვით, გისმენთ? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გუშინ გახდა 11 წლის სადაზღვევო კომპანია IC გრუპი, რაც ოპერირებს ბაზარზე. ეს დღე მინდა მივულოცო მის ყველა თანამშრომელს და ლოიალურ კლიენტს. და ახლა გადავალ თქვენ შეკითხვაზე. პრინციპში ეს ჯგუფი შემოდის არა მარტო კაპიტალით სადაზღვევო კომპანიაში, მათ გააჩნიათ უზარმაზარი გამოცდილება სადაზღვევო ბაზარზე ფუნქციონირების. ყოველი მათგანი რეალურად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათ გააჩნიათ საკმაოდ დიდი გამოცდილება და ისინი შემოდიან ტექნოლოგიებით, შემოდიან ახალი პროდუქტებით და რაც მთავარია, დიდი ინოვაციებით, რაც გარკვეულწილად დაეხმარება კომპანიას ბაზრის წილის ზრდაში. ალექსანდრე, მაინტერესებს რა იქნება ნოვაცია ამ ყველაფერში, მოხდება თუ არა, ითვალისწინებს თუ არა ეს ყველაფერი კომპანიის რებრენდინგსაც მათ შორის? რაც შეეხება რებრენდინგს, დღეს რომ გითხრათ, სრულ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ხდება ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. სავარაუდოდ არ დაგიმალავთ, ჩემი აზრით დაახლოებით მომავალი წლის დასაწყისში უკვე იქნება ჩამოყალიბებული სურათი. საჭიროებს თუ არა კომპანია გარკვეულ რებრენდინგს, თუ ეს იქნა აუცილებელი, სავარაუდოდ თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისში უკვე გამოჩნდებით სრულად. ალექსანდრე, მესმის, გასაგები ხა მთლიანად ბაზრის სტრუქტურა მიმოვიხილოთ, საკმაოდ საინტერესო ძროები დაფიქსირდა ბოლო პერიოდში სადაზღვევო ბაზარზე. აი, რეალურად ეს ცვლილება თქვენს კომპანიაში რაც შეცვლის მთლიან სტრუქტურაში, ბაზრის სტრუქტურას გულისხმობ? სიმართლე გითხრათ, ის ცვლილებები, რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩემის აზრით რაღაც არსებითად პირველ ეტაპზე გავლენას არ იქონიებს ბაზრის წილის გადანაწილებაში კომპანიებს შორის. თუ გადის თქვათ ერთი ჯგუფი და აყიდულობს სხვა სადაზღვევო კომპანიას, მხოლოდ მოხდება როგორც გარკვეული ციფრების კომპანიებს ამ ორ კომპანიას შორის გადათამაშება. ჩემის აზრით, სამომავლო და ინვესტორების რწმენაც და მოლოდინიც არის ის, რომ ბაზარი ვითარდება, ბაზარი იზრდება. ამაში დარწმუნებული ვართ ჩვენ პარტნიორებთან ერთად და შემდგომი მუშაობა აქტიური იქნება საწინდარი იმისა, რომ ყოველმა კომპანიამ მოიპოვოს თავისი წილი და ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე. კი ბატონო, მესმის, თუმცა აი ინვესტიცია და მისი მოსულობა, რადგან ახლა ვსაუბრობთ 7 მილიონზე, რეალურად როგორ გადანაწილდება პრიორიტეტების მიხედვით? სტრატეგიის ჩამოყალიბება თვის ბოლომდე არის განსაზღვრული. სურათი გვექნება სრულად, რა თქმა უნდა ეს დაჭირდება კომპანიას, რომ თავისი ცნობადობა გაზარდოს გარკვეულწილად, ასევე ახალი სოფტი, სისტემა შეიმუშაოს, შიდა საოპერაციო, მოხდება მთლიანი სისტემატიზაცია კომპანიის და რა თქმა უნდა ახალი კადრების მოძიებას თუ ეს საჭირო იქნება. კი ბატონო, და ბოლოს თქვენ აღნიშნეთ, რომ რეალურად ამ შემთხვევაში ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე გამსხვილებას გულისხმობ, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, კოპენბურგისა და TBC ბანკის ტრანზაქციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რეალური ცვლილებები არ მოხდება, თუმცა მაინც როგორ დევს თუ არა თქვენი კომპანიის ოპერირების ძირითად ასპექტში გარკვეული პრევენციული ფაქტორები და რა იქნება ამ შემთხვევაში თქვენი კონკურენტული უპირატესობა, ამ შემთხვევაში კონკურენტული წილი ბაზარზე, რასაც ბოლო პერიოდში აამოქმედებთ? რეალურად, რა თქმა უნდა, სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ის ახალი გამოწვევები, რაც არის ბაზარზე. რეალურად კომპანია ძირითად ასპექტს და მიმართულებას და ძალისხმევას დახარჯავს სერვისის გაუმჯობესებაში. 11 წლის განმავლობაში ფაქტიურად უნივერსალურია კომპანია და ყველა მიმართულებით მოქმედებს და ყიდის პროდუქტს, მაგრამ ინვესტორის შემოცვლით დაჟინებით ვიმეორებ, რომ იქნება ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება ბაზარზე და ასევე დაინერგება უფრო დახვეწილი და მაღალი დონის სერვისის შეთავაზება კლიენტებისათვის. კი ბატონო, ზოგადად ახლა ინვესტიციის შემთხვევაში ხოლმე მისასალმებელია და გისურვებთ წარმატებებს, თუმცა ზოგადად ბაზრის სტრუქტურას თუ გავყვებით, რამდენად მიმზიდველია ქართული სადაზღვევო ბაზარი საინვესტიციო, ესე ვთქვათ, ინვესტორებისთვის? ინვესტორებთან ჩვენ მუშაობთ დაახლოებით 5-6 თვეა, წლის დასაწყისიდან დაიწყეთ ამაზე მუშაობა. მათ მიერ მოხდა ბაზრის შესწავლა,
მათ მიერ მოხდა ის იმ ცვლილებების გათვალისწინებაც, რაც არის და რაც იგეგმება ასევე ბაზარზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამომდინარე არსებული სიტუაციიდან ჩვენი აზრით და ამის რწმენა გვაქვს, მოხდება მომავალი წლიდან 17-18 წლებში ბაზრის საკმაოდ მკვეთრი ზრდა. კი ბატონო. და ბატონო ალექსანდრე, ჩემი შემაჯამებელი კითხვა, ვინაიდან ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ, ამ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ვიცი ის განწყობა, რაც არის ასოციაციაში. თუმცა ამ შემთხვევაში მაინტერესებს უკვე როგორია თქვენი პათოსი საპენსიო რეფორმასთან მიმართებაში, აპირებთ თუ არა რეალურად ჩართვას და რეალურად აი საკანონმდებლო სივრცე და ბაზისი, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებობს, რამდენად აძლევს სადაზღვევო კომპანიებს იმის საშუალებას, რომ მაგალითად ამა თუ იმ სხვა მნიშვნელოვან ციებ-ცხელებაში ჩაერთონ და საკუთარი, ესე ვთქვათ, ოპერირება განსაზღვრონ. სწორედ ამას გულისხმობდი მე ჩემ წინა პასუხებში. ჩვენ ინვესტორები არიან საკმაოდ გამოცდილი და დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც საპენსიო სქემების შემუშავებაში, ასევე მათი იმპლემენტაციის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში. ესეც არის იმისი მოლოდინი, რომ რეალურად ქვეყნის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ის საპენსიო სისტემა, რაც იქნება მისაღები როგორც მოსახლეობისთვის, ასევე თუ თქვა სადაზღვევო სფერო მოკიდებს ამას სადაზღვევო მიმართულებისთვის და ყველანაირად როგორც საკანონმდებლო დონეზე, ჩემი აზრით ამ ეტაპზე არის შესატანი გარკვეული ცვლილებები საკანონმდებლო მიმართულებით, ამაში მე მგონი ყველა სადაზღვევო კომპანია და დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას თვითონ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული რეკომენდაციის გასადარებლად. ბატონო ალექსანდრე, გისურვებთ წარმატებებს, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.